დღევანდელ დღეს ვაწყობთ ამ ბრიფინგს. რამოდენიმე დღის წინ გაჟღერებულ არასწორ ინფორმაციასთან, რომელიც გააკეთეს პოლიტპატიმრების გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებაც განაცხადეს, რომ 190 კაციანი ჯგუფი პოლიტპატიმრებისა გვერდში უდგანან მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს თამარ კორძაიას. ამასთან დაკავშირებით მინდა განაცხადო, რომ ინფორმაცია მოწოდებული რამოდენიმე დღის წინ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეპირადად სილიკიშვილი მიხეილი ვაცხადებ დაახლოებით 90-100 კაცის შემადგენლობით ყავს მე ორგანიზაცია პოლიტპატიმრები საქართველოსთვის თანამოაზრე, რომლებიც გვერდში მიდგანან უბრალოდ ამ წუთში, ამ მომენტისთვის არ წარმოვადგინე, როგორც ქალბატონ თამარ კორძაიასთან იყო აღნიშნული და წარმოდგენილი როგორც ბანერები და როგორც ბუტაფორია აღნიშნული განცხადების გაკეთების დროს. კიდევ ადასტურებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც გაცხადდა რამოდენიმე დღის წინ თამარ კორძაიას ოფისში, საარჩევნო უბანში, არ შეესაბამება სინამდვილეს. რაზედაც ბატონი ზურაბ გელაშვილიც იტყვის თავის ათქმელს. უკაცრავად შეიძლება იქ კონკრეტულად არ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ 190 კაცია ან კონკრეტულად გვარდასახელებით. უდიდეს ნაწილზე იყო იქ ლაპარაკი და იყო ლაპარაკი პოლიტპატიმრების სახელით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ერთი პოლიტდევნილია საერთოდ და მეორე საერთოდ არ არის მაცხოვრებელი ნაძალადევის რაიონის. გადახედეთ წინა გადაცემებს და ნახავთ ალბათ კორძაიას საარჩევნო დაახლოებით 3-4 დღის უკან იყო. აქვე მინდა აღვნიშნო, სანამ ბატონ ზურაბს გადავცემდე სიტყვას, დიდი მადლობა მინდა მე და ჩემი პოლიტპატიმრების სახელით მოვახსენო ბატონ ბიძინას, ქართულ ოცნებას და არა თამარ კორძაიას, იმისთვის რომ ჩვენ თავისუფლები ვარ დღეს. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ქალბატონ ნანა კაკაბაძეს და რა თქმა უნდა ბატონ სოსო მარჯავიძეს თავისი ობიექტივის შემადგენლობით, რაც მათ ჩვენთვის გააკეთეს პოლიტპატიმრებისთვის. მე დანამდვილებით და დარწმუნებით გეტყვით, ეს ხალხი, ორგანიზაცია, ტელევიზია, ობიექტივი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ პოლიტპატიმრები ნამდვილად არ ვიქნებოდით დღევანდელ დღეს თავისუფლები. სარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ ბატონ ბიძინას, ქალბატონ ნანა კაკაბაძეს, ეკა ბესელიას და რა თქმა უნდა სოსო მანჯავიძეს და სტუდია ობიექტივს. თქვენ მე კანდიდატს მხარს უჭერ ბატონ სოსო მანჯავიძეს, მაგრამ აქვე ვაფიქსირებ, უჭერ არა როგორც პოლიტპატიმარი მიხეილ ცილიკიშვილი, როგორც არასწორად გაჟღერდა თამარ კორძაიას შემთხვევაში და იმ გარკვეული ნაწილი პოლიტპატიმრებისა, არამედ უჭერ როგორც მიხეილ ცილიკიშვილი და მეგობარი და არა როგორც პოლიტპატიმარი. აი ეს არის სწორი განცხადება, ეს არის ქართული ვაჟკაცური გამონათქვამი და არა ის, რაც გაკეთა 3-4 დღის უკან. უკაცრავად რომ დაგვიზუსტოთ, ანუ როგორ იყო განცხადებაში ნათქვამი, რომ პოლიტპატიმართა ნაწილი უჭერდა მთელი პოლიტპატიმრები უდგებოდა. თქვენი ორგანიზაციის სახელი არ იყო გამოყენებული ამ შემთხვევაში, ხო? ორგანიზაციის სახელი, როგორც ასეთი ყოფილი პოლიტპატიმრები არ იყო გამოყენებული, მაგრამ იყო ნათქვამი ყოფილი პოლიტპატიმრები უდგევართ გვერდში. ეს იყო გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში. ჩემი თანამოაზრეები ამ პოლიტპატიმრებთან, ამ პოლიტპატიმრების ორგანიზაციაში ყოფილი პოლიტპატიმრებში დაახლოებით იქნებით 90 კაცამდე. იზიარებენ სოსო მანჯავიძის პროგრამას, ოღონდ გვერდში უდგევართ არა როგორც პოლიტპატიმრები, არამედ როგორც პიროვნებები და ინდივიდები. აი ეს იყო შეცდომა წინა განცხადებაში, რის გამოც ჩვენში მან გამოიწვია ყველაფერმა, ამ ღელვარება გამოიწვია. არ შეიძლება ადამიანს, რომელიც ერთსქესიან ქორწილებას უჭერს მხარს, თუ ქართველი ხარ, ვაჟკაცი ხარ და გიყვარს საქართველო, ესეთ ადამიანს დაუდგე გვერდში. შემიძლია მე
იმ პოლიტპატიმრებს, რომლებმაც გააკეთეს განცხადება, რომ გვერდში უდგანან რესპუბლიკელების წარმომადგენელ თამარ კორძაიას, შემიძლია მივცე შენიშვნა. ესე არ შეიძლება. პირადადაც ვნახავ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველები ვართ, მართლმადიდებლები ვართ და ქრისტიანულ სახელმწიფოში ვცხოვრობ, სადაც პირდაპირ იგზალება მართლმადიდებლური კანონებით, იგზალება ადამიანებს შორის, კაცებსა და კაცებს და ქალებსა და ქალებს შორის ქორწინება. მე ესეთ ადამიანს როგორ დაუდგები გვერდში? არ არსებულია, ხო? მე კი არა ნორმალური შეგნებული საზოგადოება. ქრისტიანი საზოგადოება მართლმადიდებელი. შეწიათ გავულ თუ გინდა. როგორ ვერ გიტარ ჩვენ არ ქონია რანაირი შეხვედრა მანამდე, ჩვენ გაკვირვებულები დავშით ამ განცხადებით, არავის არაფერი არ უთქვია ჩვენთვის. მე ჩემ მეგობარს ვეთანხმები სრულიად. აბსოლუტურად აღარ გავავრცელებ მე ახლა არ განმეორდები რაც მან ისაუბრა აბსოლუტურად სიმართლეს ლაბარაკობს მე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოუცხადო როგორც მოქალაქემ და არა პოლიტპატიმარმა ბატონ სოსო მანჯავიძეს გულანთებულ ქართველს ასე ვიტყოდი კაცმა რომელმაც ყველაფერი გააკეთა არა მარტო ჩვენი თავისუფლებისთვის არამედ ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად მან და მისმა მეგობრებმა ეს თუ არის ის ვინმემ ცოტა უფრო კარგად ჩაეზიოს ამ საქმეს და უფრო მეტად ისვის ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. კაც რომელსაც სამშობლოსათვის უძგებს გული და რაღაცას ღაპრებს არ უყვება თავის ამომრჩევლებს ყოველდღე. ის ლაბარაკობს სამშობლოზე, ლაბარაკობს ხვალინელ დღეზე, მომავალზე და წინ ძალიან დიდი ბრძოლებია კიდე აუცილებლად გასავლელი, რომ მივახციოთ ჩვენ იმის მინიმუმს მაინც, რაც ჩვენ ქართულ ხალხს გვეკუთვნის. ასე რომ მინდა განვაცხადო, რომ პოლიტპატიმრობა არ არის რაიმე პრივილეგია. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოფილიყავით იქ. დაპატიმრებული და გავხდარიყო ნებისმიერი პოლიტპატიმარი, ეს გავიარეთ, ეს აღარ უნდა განმეორდეს და რომ არ განმეორდეს, სწორედ ამიტომ ვდგევართ აი ამ ადამიანის გვერდში ჩვენ. ადამიანი, რომელსაც სამშობლოსათვის უძგერს გული, ის არის ბედნიერი. და ვისაც ორსქესიანებისთვის უძგერს გული, ის ახლა არ მინდა რა თქვა ის ვინც არის და რაც არის. თავ შევიკავებ ამაზე. აი ეს სიყურისხმას მინდოდა. გააკეთეს ადამიანებმა, რომლებსაც თქვენ ძალიან კარგად ცნობთ უყველანი სახეზე, დაატრიალეთ გადაცემები და ყველაფერს ნახავთ. არ არის ახლა სახელები და გვარები საჭირო. კითხვებზე გაგცეთ პასუხი? თან მეგობრები არიან თვითონ, ანუ ერთად ნაბრძოლები ვარ თვითონანი ვიცით, რომ განცხადება გააკეთა. ჩვენ იმით ვარ ვაკეთებთ რამდენი ხანი რომ ველოდებოდით მაინც 3-4 დღე იქნებ მოვიდნენ. არა, მე არანაირი საუბარი არ მქონია და არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს მათ მიმართ, უბრალოდ გაუგებარია რატო საუბრობენ ყველას სახელით. აგერ ხომ ცხადია რომ ყველა მათ არ ეთანხმება. ეს დღეს გამოჩნდა. ამავე დროს ჩემთვის ახლა პრინციპულად მიუღებელია ზნეობრივი მოსაზრებების გამო რომ ახლა დაუშვათ მე დავდგე წინ და უკან დამიდგეს ადამიანები რაღაც სახელით გაერთიანებული და გააკეთონ ასეთი ტიპის განცხადება წინასაარჩევნოდ. ეს არის ჩემთვისაც დამამცირებელი იქნება როგორც ადამიანისთვის და მით უმეტეს მათთვის იქნება დამამცირებელი და ასეთ რაღაცას არ შევთავაზებ არავის. ძალიან მიკვირს რომ ასეთი რამე ეს პრაქტიკა გამოყენებული არის წინასაარჩევნო კამპანიაში. საერთოდ მიუღებელია ესეთი რამეები ჩემთვის და საერთოდ მიუღებელია ის ატმოსფერო, რომელშიც მიმდინარეობს სამწუხაროდ გადავიდა რაღაც ლანძღვაგინებისა და ესე ვთქვათ ესეთი ინტრიგების ჟანრში, როგორც ყოველთვის. თუმცა მე პირადად ძალიან დიდხანს ვეცადე რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ ახლა როგორც ნათქვამია პასუხი უნდა გაცე ადამიანს, რომელიც
ხო მე შაირი არ მითო და შენამდე ხეთავადაო ხო იცით იგივე სიტუაციაა ეს საოცარი რამეები ხდება ისეთი ბრალდებები ისმის რომელიცაც თვითონაც ბრალდებლებს არ ჯერავთ ახლა ხდება ისეთი რამეები როგორც დღეს გაჟღერდა ხო ადამიანები გამოდიან 190 კაცის სახელით და არ ეკითხებიან ამ ადამიანებს არიან თუ არა ისინი მათ პოზიციაზე ხო და პირიქით ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად რადიკალურად საწინააღმდეგო პოზიციაზე და როგორ უნდა გაიზიარონ აი მათი მოსაზრება მიუხედავად მეგობრობისა ხო ეს ხომ გამორიცხულია ამიტომ აი დღეს თქვენ მოისმინეთ ასე ვთქვათ პასუხი რომ ასე მოქმედება არ შეიძლება და პასუხი არის არგუმენტირებული როგორც ხედავთ გადაიღეთ არ არის არ ერთი წუთი გაგცემთ პასუხს როგორც მოქალაქეები, როგორც ადამიანები, ჩვენ ისე სტატუსი, უბრალოდ გვაქვს პოლიტპატიმრის სტატუსი, რომელიც არაფერს არ ნიშნავს, სწორედ აღინიშნა. არაფერს უბრალოდ მოქალაქეები ვართ, უბრალოდ განსხვავდებით ჩვენ բոլობრი ადამიანებისაგან იმ ნიშნით, რომ ვართ პოლიტპატიმრები. ჩვენ სოციალ-მანჯავიდეს ვუდგევართ როგორც პიროვნებები, როგორც ინდივიდები და არა როგორც პოლიტპატიმრები. აი ეს არის სწორი მიმართულება, ეს არის კაცური მიმართულება. არ შეიძლება მე მოვიაზრებოდე ქალბატონი კორძაიას მხარდამჭერად, რომელიც მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას. ვერანაირად მიხეილ ცილიკიშვილი ვერ იქნება ამის მომხრე, იმიტომ რომ ამას რო ჩავეძებ, ცოტა სხვაგან მივყავართ კაცობაში. უჭერს როგორ პიროვნულად უჭერს. როგორც მეგობარ, როგორც საქართველოს მოყვარულ და გულანთებულ პატრიოტს. როგორც თანამოაზრეს, ესე ვთქვათ, თანამოაზრეს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ადამიანები ფაქტურად იმ სისტემის მსხვერპლი იყვნენ, ესე ვთქვათ, და იმიტომ გახდნენ პოლიტპატიმრები, რომ იდეოლოგია იყო დანერგილი ქვეყანაში მახინჯი და ეს იდეოლოგია 1000 ჯერ გამემეორებია და ახლაც ვიტყვი, არის იდეოლოგია, რომელსაც იზიარებს წარდგენის ანუ ამ ქალბატონი კორძაიას წარდგენი ორგანიზაცია, რესპუბლიკური პარტია. და არ შეიძლება რომ დავუშვათ პოლიტპატიმრები, რომლებიც დააპატიმრეს ზუსტად ამ სისტემის გამო, მხარს უჭერდნენ ამ სისტემის წარდგენილს. აი ეს არის მარტივად რომ ვთქვათ. რომ არ შევეხოთ დეტალებს, დავუშვათ ამ იმ დეტალებს, რომელსაც ეს იდეოლოგია გულისხმობს, თუნდაც ერთსქესიან ქორწინებებს. სხვა უამრავი გამომდინარეობებია, რომლის შედეგებიც ვნახეთ აგერ, ხო, ვარდების რევოლუციის შემდეგ და ვინ იდგა იმ ვარდების რევოლუციის სათავეში, ესეც ხომ ვიცით. და გარდა ამისა გაგახსენებთ ბატონი დავით უსუფაშვილის ინტერვიუს, რომ თურმე ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანა ახლა ყოფილა ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება. ხომ? ეს არის რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური პოზიცია. და ახლა თუ პოლიტიკური პატიმრების მთავარი ამოცანა არის ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება, მაშინ რატო აწყობდნენ პოლიტპატიმრები ნაციონალური მოძრაობის გასამართლებისთვის აქციას? მე მინდა უბრალოდ ლოგიკურად ვიაზროვნოთ. რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს ყველას და ის მართველი პარტიაა დღეს, რომ შეინარჩუნონ ნაციონალური მოძრაობა. ეს ყოფილა მთავარი ამოცანა, ხომ? და პოლიტპატიმრები არიან წინააღმდეგი? კი არა, პოლიტპატიმრები მოითხოვენ ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას. ქალბატონი კორძაია წარადგინა რესპუბლიკურმა პარტიამ. ამავე დროს პოლიტპატიმრების ნაწილი მას უჭერენ მხარს. აქ თუ ვინმე ლოგიკას დაინახავს, ან თუ ამის გამკეთებელი ლოგიკურად აზროვნებს, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. და ჩვენ თუ ლოგიკურად არ ვიაზროვნეთ და რაღაც სინდისის და ზნეობის პრინციპებით არ ვიმოქმედეთ, არაფერი ქვეყანაში არ გამოვა. აი ეს არის მთავარი ამოცანა და მთავარი გზავნილი, რისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ. კორძაიას ოფისში, დიახ, რა თქმა უნდა, ყველა ესწრებოდა და ეს ფართოდ გაშუქდა. იმედია ფართოდ გაშუქდება დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენციაც. მართალია ეს იმედი დიდი ხანია დავკარგე ზოგიერთი სიუჟეტების მაყურებელმა და საერთოდ მიჩქმალვისა და მიმალვის პოლიტიკა აირჩია სამწუხაროდ ელექტრონულმა მედიამ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ რას უზამ იმედია ახლა მაინც გაჟღერდება. დიდი მადლობა.